ნინო უნდა დავიწყოთ გუშტელი ამით, რომელიც თქვენი კოალიციის გარშემო შეიქმნა. ასე მნიშვნელოვანი იყო 4 ნომერი. მე მესმის, რომ შეიძლება ნომერი არის ნამდვილად პარტიული იდენტობის მკვეთრი ნიშანი. არის ნომრები, რომლებიც გაცალკევებაც პარტიული იდენტობისგან საკმაოდ რთულია. ასეთია 5 ნომერი მაგალითად, ხო? 5-ს როცა ამობ, გასაგებია. 51-იც ასეთი არის, ხო? სხვა ასეთი არ მეგულება. გულწრფელად რო გითხრათ, ანუ ეხლა თქვენი კოალიცია 4 იქნება თუ რაღაც სხვა არის ასეთ დრამატული მნიშვნელობის რომელიმე შემდგომ არჩევნებზე, რომ აი ახლა აი ამ პროცესში შესულად ღირდა. კი, ირაკლი, არის ესეთი დრამატული და არის ესეთი მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სწორედ არსებობენ პარტიები, რომლებიც ნომერს როგორ იძახი პირდაპირ უკვე ასოციაციურად მოდის და ეს განპირობებულია იმით, რომ ეს პარტიები მრავალწლიანი პარტიებია და მათი ამომრჩევლისთვის კონკრეტული ნომერი არის ასოცირებული ზუსტად მათთან. ასეთივე მნიშვნელოვანი ნომერი შეიძლება იყოს იმ პარტიებისთვის, რომლებიც ძალიან ახალი პარტიებია და ახალი გამოჩენილები არიან ეს პარტიები პოლიტიკურ სივრცეში, ხო? ჩვენ 2024 წლის ივლისიდან დავიწყეთ ამ ნომრით 1 წელი და ცოტა მეტი შეიძლება იყოს ამ ნომრით ჩვენი საკუთარი იდენტობის დამკვიდრება და რომ ქონოდა მაგალითად 5-6 წელიწადი მანამდე, რაც ავტომატურად მოახდენდა ასოციაციას 4-იანისაც ახლებთან ზუსტად ისევე როგორც თქვენ აღნიშნეთ, თქვა 5 და 41 ახდენს ამ პარტიებთან ასოციაციას, შესაძლოა ეს ასეთი დრამატული არ ყოფილიყო და გვეფიქრა, რომ კარგით, მოდით ვნახოთ და ოღონდ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებდა შანსს, რომ ეს ნომრებიც, მათ შორის ის ნომრებიც, რომლებიც მრავალი წელია კონკრეტულ პარტიებთან არის ასოცირებული, იმ შემთხვევაში თუ პარტიების მხრიდან არ მოხდებოდა განაცხადის გაკეთება, რომ ვინ არჩუნებთ ამ ნომერს, ამ ნომრებს აუცილებლად ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება თავის სატელიტ პარტიებზე გადაანაწილებდა ძალიან მარტივად ლოტოტრონის ეს საშიშროება იდგა ახლა? აუცილებლად ეს საშიშროება იდგა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ არ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება 2028 წელს. ჩვენ არათანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში გვაქვს მყარად გადაწყვეტილი, რომ ქართულმა ოცნებამ, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა დათმოს ახალი საპარლამენტო არჩევნები კონკრეტული დათქმებით. ეს ახალი საპარლამენტო არჩევნები იმაზე უფრო ადრე ჩატარდება, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლებას სურს. ამიტომ როგორც კი ეს საპარლამენტო არჩევნები თავისი საერთაშორისო ცესკოთი, თავისი საერთაშორისო წევრებით დაკომპლექტებული სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოთი იქნება დღის წესრიგში. ყველა ის პარტია, რომელსაც თავისი ნომერი აქვს, ყველა ამ პარტიას რასაკვირველია ექნება სურვილი, რომ ამ ნომრით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და თქვათ არ დაიწყოს ახალი კამპანია და მათ შორის ახალი კამპანია, რომელიც იდენტობასაც მიაბავს უკვე ახალ ნომერს. ეს რისკი არსებობდა. ჩვენ ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს ჩადებული იმაში, რომ სულ 1 წლის განმავლობაშიახლების ამომრჩევლებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ 4 ნომრის ქვეშ. ალბათ მაინც ღირდა, ხო? მე დაფიქრებათ ის ნაწილი, რომ თქვენ ძალიან პრინციპულ პოზიციას იკავთ იმასთან დაკავშირებით, რა არის ეს არათანამშრომლობა და ძალიან კრიტიკულები ხართ ლელოს მიმართ, კახარეს პარტიის მიმართ, ხმამაღალი განცხადებები მოგვისმენია შეფასებების და შესაბამისად აი ეს ნაბიჯი რაღაცა პროცედურულ თანამშრომლობაში შესვლის, ხო? ასე შეიძლება შეიფუთოს, ასე დაერქვა ამ ყველაფერს. ხომ არ ღირდა, თქვათ ამ 4 ნომერზე უარის თქმად მაინც? ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე და ნამდვილად არ ღირდა და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცედურული ნაბიჯები აბსოლუტურად არანაირად არ არის რეჟიმთან თანამშრომლობის მსგავსიც კი. ანუ კოალიცია ცვლილებისთვის ართანამშრომლობის სტრატეგიის მოწინავე და ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერი იყო თავიდანვე და ამ ართანამშრომლობის სტრატეგიას ამ წუთას ყავს 8 პროდასალური პარტია გაერთიანებული სწორედ ართანამშრომლობის ნაწილში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ მანდატებზე უარის თქმისთვისაც ცესკოს მივმართეთ, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმისთვისაც ცესკოს მივმართეთ. ანუ ესაც პროცედურული ნაბიჯები იყო. ჩვენ ამ განცხადებით, რომ ვინ არჩუნებს ჩვენს ნომერს, აბსოლუტურად არ ვანიჭებთ ამ ცესკოს არავითარ ლეგიტიმაციას. უბრალოდ 2021 წელს, როდესაც შეიცვალა კიდევ ერთხელ საარჩევნო საკანონმდებლო ნაწილი, 2021 წელს გახდა ეს სავალდებულო პარტიებისთვის, რომ მათ განაცხადით უნდა დააფიქსირონ, რომ ინარჩუნებენ ამ ნომერს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ უამრავი სხვა პრინციპული ნაბიჯი, რომელიც მართლა ართანამშრომლობის სტრატეგიის კომპონენტია, ამ ნაბიჯებში ჩვენ ისეთივე უცვლად მყარები ვართ, როგორც ვიყავით ერთი თვის წინ და უფრო ადრეც და რაც არ უნდა განცხადება გახდეს საჭირო იმისთვის, რომ ნომერი შევინარჩუნოთ, არ არსებობს ბუნებაში მოცემულობა, რომელიც ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ
და ასევე იმ 8 პროდასალურ პარტიასაც, რომელიც ამ სტრატეგიის გარშემო გავერთიანდით, ამ პარტიებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადაგვადგმევინებს რეჟიმთან თანამშრომლობით და რეჟიმის ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობით რაღაცა პრინციპულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ფაქტია, რომ აი ბლოკი 8 პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც სადაც თქვენს ხართ ხო შესრულები, რომლებიც გაერთიანეთ ამ რაღაც ბოიკოტსა თუ არა თანამშრომლობის ნაწილში, თავისთავად ეს ტერმინების შეცვლას მიუთითებს, რომ ეძებთ ფორმას. როგორ იქნება ეს კამპანია, რა იქნება თვითონ, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია, ავია, კარგია, როგორი ნაცნობი პროცესი არის, ხო გასაგები რას წაკეთებ იქ და აი ეს ნაცნობი პროცესი არ არის, ამას ხორ ჩესხმა ჭირდება, ხო, გამოკვეთა ჭირდება იმისა, რისგან შედგება ეს კამპანია და რა არის საბოლოო მიზანი მათ შორის. ნუ პრაქტიკული, ანუ ყოველდღიურად გაწერა გეგმის, ხო? და რითი დაითვლება ეს შედეგი, რაც თავარია და ამ ხრივ რა ეტაპზე ხართ ამ ყველაფრის დაგეგმვის? ეს არის შიდა პარტიული, შიდა კოალიციური თუ ინტერკოალიციური, ინტერპარტიული პროცესი, ხო? მე მგონია, რომ აი მხოლოდ აი რაღაც ბევრი სიტყვა გვესმის და კონკრეტული მოქმედებები ნაკლებად კი ჩანს. ნახეთ, ანუ პირველი ესეთი დიდი საკითხი, რომლის გარშემოც ინტერკოალიციური, თქვათ და 8 პარტიას გულისხმობ, მოლაპარაკებები და დაგეგმა მიმდინარეობს, ეს არის ხვალინდელი დღე, 19 ივლისის აქცია, მარში, რომელიც იქნება დაფიქსირება და ყველა იმ ადამიანის და ყველა იმ სხვადასხვა სეგმენტის ჩართულობის ჩვენება, ვინც არ თანამშრომლობის სტრატეგიას დაუჭირა უკვე მხარი. და ამ ნაწილზე ვართ ამ წუთას ორიენტირებულები. ამის პარალელურად, რასაკვირველია, შიდა პარტიული გეგმებიც არსებობს, შიდა კოალიციური გეგმებიც არსებობს და არსებობს ის ძირითადი ხაზი. ჩვენი მიზანი რა არის, ხო? ანუ პროდასავლური ოპოზიციის, ისევე როგორც ქართული საზოგადოების მიზანი არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფო ავტომატურად გამორიცხავს ისეთი ხელისუფლების არსებობას, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია. ქართული ოცნების ხელისუფლებას ამ წუთას ლეგიტიმაცია არ აქვს. 223 დღე არის დღეს უწყვეტი პროტესტის და ის ართანამშრომლობის სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს. პირველი ეს არის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ართანამშრომლობა, რომელიც ასუსტებს რეჟიმს და დისკომფორტს უქმნის მას და ჩვენ ვიცით, რომ ეს დისკომფორტს უქმნის მას. მეორე კომპონენტი არის უწყვეტი პროტესტი, როგორიც არ უნდა იყოს ყოველდღიურად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, არ მინდა რომელიმე ქალაქი გამოვჩეს, მაგრამ არსებობს რიგი ქალაქების და ეს დიდი ქალაქებია, სადაც ეს პროტესტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ანუ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პარტიების ართანამშრომლობა, ჩვენ გვაქვს პროტესტი საზოგადოების, რომელიც არის უწყვეტი და ჩვენ გვაქვს საგარეო პარტნიორების მხარდაჭერა, როგორც საზოგადოების, რომელიც პროტესტში მონაწილეობენ, ასევე უკვე ავტომატურად იმ გზის, რომელიც არჩეული აქვს პროდასავლურ ოპოზიციას. ამ სამი კომპონენტის ერთობლიობით უნდა მოხდეს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების დასუსტება. უნდა მოხდეს იმდენად დასუსტება და ამას ხედავთ ჩვენ, ხო, ანუ ქართული ოცნება დღეს ხომ არ არის თავისი კომფორტის ზონაში. მისი კომფორტის ზონა, სადაც არის, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მისი კომფორტის ზონა არის თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული არჩევნები და ამიტომაც ცდილობს ის ასეთი მონდომებით, რომ შეითრიოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ამ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ იქაც არ დარჩეს მარტო. ჩვენი მხრიდან ართანამშრომლობის სტრატეგიის სწორად ართანამშრომლობის სტრატეგიაში სწორი პოზიციონირება და ამ სტრატეგიის წინა ხაზზე წამოწევა გვინდა ეს თუ არ გვინდა ნიშნავს რომ ის ოპოზიციური პარტიები ბარიერგადალახული შარშანდელი არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიები ავტომატურად მოხვდებიან ამ ანტი რაღაცნაირ კამპანიაში. თუმცა კამპანიის იდეა და მიზანი არ არის არც ერთი ხაზგასმის ვიტყვი პროდასავლური პარტიის დასუსტება ან მათი რაღაცა ქმედებების გაკრიტიკება. მიზანი არის ყველამ ძალიან კარგად გაათვითცნობიეროს რამდენად დიდი თემა დევს სასწორზე. ართანამშრომლობა გვეუბნება აბსოლუტურად ყველა. მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ შიდა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის გამოიყენებს ქართული ოცნების ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში დასავლური შესაძლოა გამოიყენოსო, ასე წერია. ყოველ შემთხვევაში აუცილებლად ეცდება, მაგრამ როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეს წერია, ესე მინიშნებასავით, ეს უკვე ნიშნავს, რომ არსებობს ეს ხრელი, რომლის გამოყენებასაც ქართული ოცნების ხელისუფლება შეეცდება. ჩვენ რა სტადიაშიც ახლა ვართ? ეს გზა არავის არ გაუვლია აქამდე. 2017 წელი იყო, 2021 წელი იყო. 2021 წლის შემდეგ საარჩევნო თვითმმართველობის ნაწილში საარჩევნო კოდექსი იმდენად შეიცვალა და იმდენად გაუარესდა, რომ უბრალოდ
ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს мотиваცია იმ პარტიების, რომელსაც მიაჩნიათ, რომ თუ საკრებულოში არ ვიცი 3 ადამიანი ეყოლებათ, ეს სისტემას რაღაცნაირად დისკომფორტს შეუქმნის. არ შეუქმნის ეს სისტემას დისკომფორტს. ეს არის ის გზა, რომელშიც ქართული ოცნების ამჟამინდელი ხელისუფლება, უბრალოდ სახელმწიფოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება თავს კომფორტულად გრძნობს, იმიტომ რომ მათ ეს გზა გავლილი აქვთ. 2021 წელს ჩვენ შეგვეძლო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მაშინ ჯერ კიდევ ლეგიტიმური დაგვესუსტებინა და დაგვესუსტებინა სწორედ ართანამშრომლობით და ყველა სხვა გზა ჩვენ უკვე გავიარეთ და ამოვწურეთ. აღარ დარჩა არაფერი გარდა ართანამშრომლობისა. ამიტომ დღეს, როდესაც ჩვენ გეგმავთ და ამ ართანამშრომლობის სტრატეგიაში რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები გვინდა რომ გამოვკვეთოთ, კი, თქვენ მართალი ხართ, არ არსებობს აქ რეცეპტი, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომელიც აქამდე ოპოზიცია საქართველოში არ გაუვლია. ხო, მეხსიერებაში არ არსებობს ბოიკოტის კამპანია, თუ პოლიტიკურ მეხსიერებაში აღარ არსებობს ახლა უახლოეს ისტორიაში კი იყო. იმიტომ რომ ეს ბოიკოტიც მაინც ნიშნავს, რომ ხარ რაღაცა სისტემის ნაწილი და იმ სისტემაში აკეთებ შენ რაღაცა ბოიკოტის ბოიკოტის სასწრაფო. არა, ბოიკოტი არ არის, ეს არის ართანამშრომლობა, რომელიც მოიცავს აქტიურ რაღაცა კონკრეტულ ნაბიჯებს. ბოიკოტი შეიძლება იყოს პასიური, მე შეიძლება ვამბობდე, რომ მე ვარ თქვენი ნაწილი, მაგრამ მე არაფერში არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ მათი ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ძალიან ფრთხილი თემაა, დიახ, ეს ტერმინოლოგიის საკითხიც და ძალიან ესეთი ფაქიზ მიდგომას საჭიროებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების და მათ შორის აქტიური მოქალაქეების მხრიდანაც, იმიტომ რომ მათზე დგას დღეს აი ამ სწორი ხაზის გატარების პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, მე ვიტყოდი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რომ ბოიკოტი არის სისტემის შიგნით არსებული ქმედება და ართანამშრომლობა არის სისტემის გარედან დასუსტების ქმედება. როგორ უყურებთ თქვენ ნინო თავისთავად იმ საერთაშორისო პროცესებს, რაც საქართველოს გარშემო ვითარდება, ხო? ჩვენ აი უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე არის ლაპარაკი. თითქოს დრო არ ითმეს. ანუ მე მაგ განცდა რომ თავისთავად აი ეს თქვენი კამპანიაც რომელსაც ერთვებით, ხო? არის იმ ხედვაზე დაფუძნებული, რომ არსებობს კრიზისი, რომელიც ოცნებისთვის არის კატასტროფულად მიუღებელი, ეს კრიზისი მას ავნებს და რაც უფრო პოლიტიკური კრიზისი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ну გაძლებაზე იქნება ეს პროცესი, ხო? ვინ უფრო დიდხანს გაუძლებს. და არის მეორე ხედვა, რომ არსებული კრიზისი ოცნებას არ უქმნის მხარ პრობლემას, ხო? აი ის ნამდვილად მიდის ამყარებს ავტორიტარიზმს და დასრულდება ეს პროცესი, ეს ვერ იქნება რაღაც მუდმივი პროცესი, ხო? ანუ წერტილი დაესმება რაღაცას, როცა აღარც პარტიები აღარ იქნებიან, აგერ საკონსტიტუციოს მიმართავე რომ პარტიები აიგზავნოს, აღარაფერი აღარ იქნება და ანუ რაღაც არის მოსასწრები. რამდენად უზრუნველყოფს თქვენს მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური პროცესი იმას, რომ მოესწროს ხელისუფლების დემონტაჟი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი სტრატეგია, რომელიც აი ამ კონკრეტულ ნაბიჯს, ამ კონკრეტულ ქმედებებს უზრუნველყოფს და გეტყვით რატომ. იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არ ძლიერებს რეპრესიებს და ყველანაირად ცდილობს, რომ ყველაფერი მიიყვანოს იმ წერტილში, სადაც ის გვეტყვის, რომ დასრულდა ყველანაირი დემოკრატიის ცდილობაც კი ამ სახელმწიფოში და თქვენ დღეიდან ცხოვრობთ დიქტატურაში, ეს დიქტატურა და რეჟიმი იქნება სამუდამო. ამის მიუხედავად, ჩვენ ყავს 77-ზე მეტი თუ არ ვწდები, ზუსტი რიცხვი შეიძლება მეშლებოდეს, სისტემის შიგნიდან გათავისუფლებული და გადანაწილებული სხვადასხვა სექტორებში ჩინოვნიკები. და მათ შორის არა მხოლოდ ჩინოვნიკები, არამედ უბრალოდ თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ დასანქცირებულები. ეხლა თუ ქართულ ოცნებას ეს სტრატეგია და ამ სტრატეგიის შედეგად მიღებული სანქციები, ინდივიდუალური სანქციები არ უქმნის დისკომფორტს და ის კომფორტულად გრძნობს თავს აი ამ იზოლაციაში. მაშინ რატომ ხდება იმ ადამიანების ჩამოშორება და იმ ადამიანების გვერდით გაწევა, ვინც ვიცით რომ არიან სანქცირებულები. მაშინ რატომ ხდება არ მინდა რაღაცნაირი სპეკულაციასავით გაიჟღეროს, მაგრამ თორნიკე რიჯვაძის თემა, რომელიც უმძიმესი თემაა, როგორიც არ უნდა იყოს რეალური მიზეზი იქნებოდა ეს თვითკვლელობამდე მიიყვანა თუ სხვა ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯი, ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში არის სერიოზული პრობლემა. შიგნით აღარ არის ისეთი არც კომფორტი, არც სიმყარე და არც ერთსულოვნება, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო თუნდაც 2021 წელს. ის პრობლემები, რა პრობლემების ქართული ოცნების ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს შეექმნათ, ეს შემაწუხებელია რეჟიმისთვის. ამიტომ ჩვენ გაძლების თემაა ეს. ჩვენ უნდა ვიდგეთ იმ პრინციპებზე და უნდა ვიდგეთ იმ გზაზე, რომელსაც ხედავთ, რომ შედეგები მოაქვს. ქართული ოცნებისთვის არ იქნება ეს მარტივი და არ იქნება მარტივი იმის აღიარება, რომ მას ეს ბრძოლა საქართველოში წაგებული აქვს. არ საზოგადოების ნდობა არ არსებობს. საკუთარი ელექტორატის მხრიდანაც კი ეს ელექტორატი მცირდება. არსებობს სხვა კვლევები, ვიცით, რამდენად დაბალია მათი რეიტინგები. ამიტომ ამ გზაზე თუ ვივლით უდრეკად
იმის მიუხედავად, რომ სანამ სისტემა არ ჩამოიშლება, სისტემა ყოველთვის გააძლიერებს რეპრესიებს. ეს ყველგან ასე ხდებოდა. არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ სისტემა დღეს გამოავლენს რაღაცა სისუსტეს და ხვალ ამ სისუსტეს შეეცდება რომ გადაფაროს. ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს აღარ აქვს სისუსტის გამოვლენის არავითარი უფლება დატოვებული საკუთარი თავისთვის და ამიტომაც ხდება რომ ის ყველანაირად ცდილობს რომ შეაშინოს და აშინოს, არ ვიცი, მოიმწყდიოს რაღაცა ხაფანგში საზოგადოებას და ოპოზიციაც, მაგრამ აქ არის ჩვენი სიძლიერეც. რამდენადაც უფრო მოაწვება რეჟიმი დამოუკიდებელ და თავისუფალ საზოგადოებას, იმდენად უფრო ძლიერად უნდა დავდგეთ ჩვენ და იმდენად უფრო ძლიერად უნდა მივდიოთ იმ გზას, რომელიც ხედავთ, ნამდვილად ხედავთ, რომ შედეგები მოაქვს ამ გზას, ხო? როგორ უყურებთ დისკუსიას ევროკავშირის მხრიდან გადადგმულ შესაძლო ნაბიჯებზე, რაც შეეხება ვიზო მიმოსვლის შეჩერებას? ბევრი, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც მიიჩნევს ოპოზიციურ ინფრასტრუქტურას გულისხმობ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს და ოცნებამ გამოიყენოს კვლავ თავისი პროპაგანდისათვის, ხო? მე ამგვარად არ უყურებ პირადად, მე მგონი რომ რაღაც პროცესის ნაწილია ეს, რომელსაც ჩვენ დიდად ხელი არ მიგვიწვდება, თქვათ, ამ კუთხიდან და არა აქვს ევროკავშირის ვალდებულება, რომ იმაზე იზრუნოს ოცნება აქ პროპაგანდისთვის რას გამოიყენებს. მაგრამ თავისთავად ეს ხედვაც არსებობს ხო ამ პროცესისა, რომ რას გამოიყენებს ოცნება, ხო? რა იქნება მისთვის სასარგებლო. როგორ უყურებთ თქვენს პოლიტიკურ კოალიციაში ამ ამბავს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნება შეიძლება გამოიყენოს აბსოლუტურად ყველაფერი, თუმცა სად არის ახლა აქ ოცნებისთვის გარდაუვალი კრახი? საქართველოში არსებობს რაღაც რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელზეც არსებობს საზოგადოების ფართო კონსენსუსი. ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთ-ერთი ასეთი საკითხთაგანი, 80%-ზე მეტი საქართველოს საზოგადოების მოსახლეობის ამ შემთხვევაში არის პროევროპულად მოაზროვნე და ევროკავშირის მხარდამჭერი საზოგადოება. ამიტომ, როდესაც ქართული ოცნება აუცილებლად შეეცდება, რომ თქვას, რომ აი, ცუდი ევროპა თქვენ გიზღუდავთ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას და გამარტივებული წესებით ყველაფრის იმ ბენეფიტების მიღებას, რასაც მანამდე ახერხებდით, ამ ოცნების ამ ნაბიჯს არ ექნება მყარი დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება იმაზე ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოუდგენია და ვიდრე მას სურს, რომ ეს ასე იყოს. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირი დგას ქართული ხალხის ინტერესების მხარეს. ქართული ხალხის ინტერესები არის დემოკრატია და დემოკრატიული განვითარება. მაგრამ სახელმწიფოს ამ წუთას წარმოადგენს არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ არის ოცნებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ არალეგიტიმური რეჟიმი გახადოს ლეგიტიმური. მოხსნას ეს პოლიტიკური კრიზისი ყველა იმ შესაძლო საშუალებით, რაც მის ხელთ დღეს არსებობს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება საკუთარი ამორჩეველი და სხვა საზოგადოებაც დაარწმუნოს იმაში, რომ აი ჩვენთან თანამშრომლობს ევროკავშირი, მაგრამ მაინც შეგვიჩერეს უვიზო მიმოსვლა და ამით თქვენ გაზარალებენ. დღეს, როდესაც ევროკავშირი არ თანამშრომლობს, არც კი ელაპარაკება ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ მინისტრებს პირდაპირ მოიხსენიებს როგორც ქართული ოცნების მინისტრი. ისინი არ პოზიციონირებენ ევროკავშირში როგორც საქართველოს სახელით და ქართული ხალხის სახელით. მათ ამას ასე არავინ არ აღიქვამს. ამიტომ 31 აგვისტო ის თარიღი, რომელიც განისაზღვრა, რასაკვირველია ქართული ოცნება ამ ნაბიჯს არ გადადგამს და არ შეასრულებს არაფერს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას განაახლებს, იმიტომ რომ გაცხადებული პოლიტიკა აქვს ასეთი, რომ ჩვენი თვითმიზანი აღარ არის ევროკავშირი. ოღონდ ის რომ ევროკავშირი აღარ არის ჩვენი თვითმიზანი, ამითი ყველაზე მეტად დაზარალდებიან რასაკვირველია საქართველოს მოქალაქეები. გარდა იმ დიდი თემებისა, რომ მაგალითად თუ შენ არ ხარ ევროკავშირის წევრი, მაშინ შენ ხარ რუსეთის წევრი. იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ აღარ არის დარჩენილი. ეხლა ეს ჩრდილოვანი რუსული მმართველობა იქნება თუ პირდაპირ რუსული მმართველობა, ამას უკვე კონოტაციური მნიშვნელობის გარდა სხვა რეალური მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს არსად. აღარ არსებობს. დღევანდელი გეოპოლიტიკა არ გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება არსებობდე ასეთ რეგიონში, როგორც არის საქართველო და არ იყო არსად არავისთან. ყველგან ყოველთვის დაგჭირდება პარტნიორი და თუ შენი პარტნიორი არ არის ევროკავშირი, მაშინ შენი პარტნიორი გამოდის რუსეთი. და სახელმწიფო, რომლის პარტნიორი არის რუსეთი, სამწუხაროდ ვერ დააკმაყოფილებს ვერასდროს ევროკავშირის ღირებულებებს, ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ევროკავშირი თავის პარტნიორ სახელმწიფოებს უყენებს და ამიტომაც ვერ ექნება უვიზო მიმოსვლა ისეთ სახელმწიფოსთან, რომელიც პირდაპირ არის რუსეთის გავლენის ქვეშ. მადლობა ძალიან დიდი.